Სახელმწიფოების ეს არის ახალი წესრიგი. ის მთავარდებებს მეცხრე არქის რეპორტერები და ჩვენ გამთესანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოგიდგენთ. მოსახლეობის ევაკუაცია სენაკში რამდენიმე წუთში პირდაპირ ჩართვა სამეგრელოდან. ზურა ადეიშვილის გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში ჩნდება, რას ყვებიან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები იუსტიციის ყოფილ მინისტრზე. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზებთ. ქართული დელეგაციის პროტესტი და ვლადიმერ პუტინის გზავნილი ილია მეორეს, რადგან ესტუმრა რუსეთის პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კიევის სასტუმროში. საეკლესიო შეთანხმება რამდენიმე წუთში. სარფის საბაჟოზე სამართალდამცავების მიერ ჩამორთმეული და გამქრალი ანტიკური ხანის ოქროს ნივთები, როგორ დაიკარგა ძიების პროცესში რამდენიმე მილიონ ლარად შეფასებული უნიკალური ექსპონატები. ხმაური კიკვიძის ბაღთან მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან თვითნებურად შესახლებული ოჯახები გაიყვანეს. სტიქია სამეგრელოში სენაკში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს, რაიონში წყალდიდობით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერი წვიმის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დახოცილია შინაური პირუტყვის. სტიქიამ რამდენიმე ოჯახს პროდუქტების მარაგიც გაუნადგურა და პაატა ლაგვილოა უგვერთვება სტიქიის ზონიდან პირდაპირ ეთერში. პაატა, რა ხდება ამ წუთებში სენაკში? სენაკს ესეთი წყალდიდობა ბოლო წლებია არ ახსოვს, ვერც ერთი სენაკელი ვერ იხსენებს მსგავს წყალდიდობას. წყალდიდობა იყო მასშტაბური, დატბორილია მთლიანად სენაკი, კონკრეტულად კი ყველაზე დიდი ზარალი სამ ქუჩას მიადგა. ეს არის ჭავჭავაძის, რუსთაველისა და მშვიდობის ქუჩა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოახდინა სამაშველო სამსახურმა. აქედან გაყვანილი არიან მოხუცები და ბავშვები, ხოლო ახალგაზრდები ატოვებენ სახლებს. გამორთულია სენაკში ელექტროენერგია, არ მიეწოდება ქალაქს. რაც შეეხება სტიქიას, ის დღის მეორე ნახევარში დაიწყო კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც სულ რამოდენიმე წუთია შეწყდა. დატბორილი იყო მთლიანად ქალაქის ქუჩები, დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები, ასევე მოსახლეობას გაუნადგურდა სარჩო საბადობელი, რომელიც პირველ სართულებზე ჰქონდათ. მათ 1 მეტრზე მეტია საცხოვრებელ სახლებში შიგნით წყალი. აი ახლაც ხედავთ, ჩვენ მოვიდა სამაშველო სამსახური და ერთ-ერთი ოჯახიდან ახლაც კი გაყავთ ოჯახის წევრები. სენაკში მობილიზებულია სამაშველო სამსახური, როგორც სენაკის, ასევე სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ყველა მუნიციპალიტეტიდან აქ არის მობილიზებული ახლა სამაშველო სამსახური, რომელიც გასულია ქუჩებში, საგანგებო სიტუაციებში მუშაობს. ახლა საპატრულო პოლიცია და პოლიციის სხვა დანაყოფები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის კადრები, რასაც ახლა თქვენ ხედავთ და ასევე მოვისმინოთ ის კომენტარები, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ რამოდენიმე წუთის წინ. უთმად მოვიდა წვიმა ჩვეულებრივი პირველად და მერე რა ვიცი, კოკისპირული წვიმა, კარბორბალაცავით საშინელება იყო. არასოდეს მსგავსი არ გვახსოვს და დილიდან გადაუღებლივ წვიმს ძალიან საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, მატულობს წყალი, ბავშვები გადავიყვანეთ სასწრაფოდ ორსულები და რა ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული მთლიან დასავლეთ საქართველოში და შეძლებს დაგვარად ოჯახებს ყველა გამოყავს ხალხი და ყველანაირად შეგვიძლია ვეხმარებით ხალხს. ჯერ კიდევ არ ვიცით რა სიტუაცია სენაკის სოფლებში, თუმცა ზარები საგანგებო სიტუაციების სამსახურსა და სენაკის გამგეობაში ამ წუთებშიც შემოდის. აი ახლა უკვე გაიხსნა ეს გზა, თუმცა წვიმის გამო გზაც კი ჩაკეტილი იყო. საპატრულო პოლიცია არეგულირებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ მოძრაობას, თუმცა ახლა თბილისის სენაკის თბილისის ლესელიძის მიმართულებით გზაც გახსნილია. ჩვენ ვრჩებით შემთხვევის ადგილას და უკვე შემდეგ გამოშვებებში მოგითხრობთ თუ რა ხდება სტიქიის ზონაში. რაც შეეხება თვითონ ამინს, ვარაუდობენ რომ ხვალიდან სამეგრელოში გამოიდარებს, თუმცა ამაღამ ისევ წვიმას ელოდებიან. დიდი მადლობა პაატა, სტიქიის ზონიდან პაატა ლაგვილავა საუბრობდა მე-9 პირდაპირ ეთერში. საეკლესიო შეთანხმება და ახალი პოლიტიკური გზავნილი მოსკოვიდან რა მექანიზმებით მოხდება მართლმადიდებელი დევნილების დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ საკითხზე მალე რუსეთის ეკლესია ცალკე დოკუმენტს წარმოადგენს. მემორანდუმის მომზადების პირობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ვლადიმერ პუტინის სახელით რუსეთის პატრიარქისგან მიიღო. კირილი ილია მეორეს თავად ესტუმრა კიევში, სადაც რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაგრძელდა. თუმცა შეთანხმებას წინ ქართული დელეგაციის პროტესტი უძღოდა მიზეზი რუსული მხარის მიერ
მსოფლიო საეკლესიო გლობალურ პრობლემებზე მომზადებული მემორანდუმი გახდა, მაგრამ მასში ცხინვალიდან და აფხაზეთიდან დევნილების საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა. ქართული მხარის უკმაყოფილების შემდეგ რუსეთის სასულიერო და საერო ხელისუფლება ახალი ინიციატივით გამოვიდა. რა უთხრა ვლადიმერ პუტინმა პატრიარქ კირილს ილია მეორესთან სტუმრობამდე. ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან თიკა წერეთელი საუბრობს კიევიდან. ქართული დელეგაცია მოსკოვში 23 ივლისს ჩავიდა და იმავე დღეს შედგა რუსეთის საპატრიარქოში შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მართლმადიდებელი პატრიარქები. სწორედ ამ შეხვედრაზე წამოჭრა რუსეთის პატრიარქმა საკითხი, რომელიც ეხებოდა მსოფლიო გლობალურ ქრისტიანულ პრობლემებს და რომელშიც არ იყო შესული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლტოლვილების მდგომარეობა. ამ ხნის განმავლობაში ქართული მხარე მოითხოვდა, რომ მემორანდუმში შეეტანათ აფხაზეთისა და ცხინვალის ლტოლვილების პრობლემები და სწორედ ეს გახლდათ ცალკე განსჯის საკითხი, რის გამოც რუსეთის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს თავად ეწვია კიევში სასტუმროში. შეხვედრა იყო დახურული პირისპირ პატრიარქებს შორის და ჩვენ არ მოგვცეს შესაძლებლობა რომ გადაგვეღო რუსეთის მხარის მოთხოვნა იყო რომ კამერა არ დახვედროდათ შეხვედრაზე, თუმცა აი ამ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაპირდა რომ შეიქმნებოდა სრულიად დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელშიც ცალკე იქნება განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლტოლვილების მდგომარეობა. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ლტოლვილების დაბრუნება სამშობლო თავის კერასში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ამ განცხადებას რუსეთის პატრიარქ კირილთან უკვე კიევში შეხვედრის შემდეგ აკეთებს. კიევში გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მნიშვნელოვან გზავნილს რუსი და ქართველი პატრიარქების მეშვეობით აჟღერებს. ეს არის პრეზიდენტი პუტინის აზრის მას უთქვამს კიდე საპატრიარქისთვის, რომ რატომ არ შეიტანეთო აფხაზეთის ლტოლვილების და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და ცალკე იქნება ეს საკითხი განხილული. დოკუმენტში არის განხილული მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც ხდება მასიური დევნა ქრისტიანებისა. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უკვე ამ ბოლო დროის განმავლობაში არის მასიურად გაწყვეტილი ქრისტიანობა და გამოდევნილი თავისი საცხოვრებელი ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს უჭერთ იქ მყოფ ქრისტიანებს და ძალიან მძიმედ აღვიქვავთ იმ მდგომარეობას, რაც არის იქ და გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას მათთამი. მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა რომ შესულიყო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა. რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის თავის ღონისძიებებზე ჩასულ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას მოსკოვში რუსული ეკლესიის მიერ მიღებული მემორანდუმის გაპროტესტება მოუხდა. მემორანდუმში, რომელიც სირიაში, ახლო აღმოსავლეთში, კოსოვოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართლმადიდებელი ქრისტიანების დევნას შეეხება, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მართლმადიდებელი ლტოლვილების შესახებ არაფერია ნათქვამი. სულიერ ძმებთან ერთად გადავწყვეტეთ, რომ საერთო განცხადება იმ მტკივნეულ თემაზე გაგვეკეთებინა, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ქრისტიანი მოსახლეობის პრობლემები ახლო აღმოსავლეთში. ვიცით, რომ ისტორიაში ყველაფერი ხდებოდა და ისიც ვიცით, თუ როგორ დევნიდნენ მართლმადიდებლებს თავიანთი მიწაწყლიდან. და დღეს იმ კონფლიქტების შედეგად, განსაკუთრებით, რომელიც სირიაში მოხდა, არის საშინელი პერსპექტივა, რომ ქრისტიანობა დაიკარგოს. და თუ კი ეს მოხდა, ეს იქნება ცივილიზაციის კატასტროფა. ეს იქნება ტრაგედია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ისე მსოფლიო კულტურისთვის. С тревогой и болью отмечу, что во многих регионах Сухарებით აღნიშნავ, რომ სოფლიოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ აფრიკაში ირღვევა რელიგიური უმცირესობების უფლებები, მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანებიც არიან. მიმაჩნია, რომ ეს მწვავე პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი უნდა გახდეს. ჩვენი ქვეყანა აქტიურად ჩაერთვება ამ კონფლიქტური პრობლემების მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურებსა და რელიგიებს შორის ურთიერთობა. აქ უმნიშვნელოვანესია ჩვენი პოზიცია, აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა ადგილობრივი მართლმადიდებელი რუსული ეკლესიის მიერ მიღებული მემორანდუმი ქართულმა დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლისთანავე გააპროტესტა. პუტინთან შეხვედრისას გაირკვა, რომ დოკუმენტში შესწორება არ შესულა. ილია მეორეს პოზიციის დაფიქსირება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისევ მოუხდა. ამ ნაწილის გადაღება მეცხრე არხის კამერამ პროტოკოლური შეზღუდვის გამო ვერ შეძლო. შეხვედრას მსოფლიო პატრიარქიც ესწრებოდა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ რუსული ეკლესიის მემორანდუმის გაპროტესტებას რეაგირება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისგან მალევე მოჰყვა. რუსეთის გაქრისტიანების 1024 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში კიევში ჩასულ ილია მეორეს პატრიარქი კირილი თავად ესტუმრა და ვლადიმერ პუტინის პოზიცია პირადად გააცნო. რუსეთის სასულიერო და სახელისუფლებო უმაღლესი იერარქიების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში სრულიად დამოუკიდებელი დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მართლმადიდებლების საკითხს მიეძღვნება. ეს უკეთესიც არ ამ დოკუმენტში არ შევიდა აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი, იმიტომ რომ ცალკე იქნება სპეციალურად მიქცეული ყურადღება და რუსეთის პრეზიდენტი ალბათ შეასრულებს თავის დაპირებას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ქართული ეკლესიის სტატუსი აფხაზეთში, ტოლვილების საკითხი, ქართველი მეფეების გადმოსვენება ასტრახანიდან, მართლმადიდებლობის გლობალური პრობლემები. ეს იყო იმ შეხვედრების ძირითადი თემები, რომელშიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონაწილეობდა. დელეგაციის წევრი ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარ ვიზიტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვეოდა ინტერესები ქართული ეკლესიის ხელმძღვანელებისა და ინტერესები არაფერს სწორედ დასმული საკითხები არ ემთხვეოდა სურვილებს რუსული მხარისას, მაგრამ რთულად, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ნაბიჯები გადაიდგა. ამ ნაბიჯებს სჭირდება უკვე შემდგომში პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ორივე მხრიდან და გარკვეულწილად დიალოგის სხვადასხვა დონეზე. ილია მეორეს ვიზიტი რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილეს ფარგლებში ხვალ დასრულდება. დღეს პატრიარქებმა ერთობლივი წირვა მინსკში აღავლინეს, შემდეგ შეხვდნენ ბელორუსიის პრეზიდენტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად საქართველოში ხვალ დაბრუნდება. ახალგე პოლიტიკური შეფასებები მომავალ მემორანდუმს ქართული მხარეს სიფრთხილით ეკიდება. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტმა შესაძლოა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია გამოიწვიოს. საპარლამენტო უმცირესობაში კი მოსკოვიდან მიღებულ პირობას სკეპტიკურად უყურებენ. თამთა ჯანაძე განაგრძობს საუბარს ახლა იმ რეაქციებით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სახელით ინიცირებულ წინადადებას მოჰყვა. თამთა, ეთერში ხარ. თამთა, სწორად შენიშნე, პოლიტიკოსების პოზიცია ნამდვილად ძალიან ფრთხილია. მათი აზრით ეს არის თემა, რომელიც რელიგიის ჩარჩოებს სცდება და გარკვეულ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს თემა საკმაოდ საფრთხილოა და უმჯობესია კომენტარები გაკეთდეს მას შემდეგ, რაც მოხდება უშუალოდ ამ მემორანდუმის მიღება. უმრავლესობაში თანხმდებიან იმაზე, რომ პატრიარქის ქმედება პოზიტიურ გზავნილებს შეიცავს, თუმცა აქვე იმ საფრთხეზეც საუბრობენ, რაც შესაძლოა ამ მემორანდუმის მიღებამ განაპირობოს კერძოდ საუბარია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე. მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი და საერთოდ არ მგონია რომ რუსეთის საპატრიარქოს განცხადებებზე პოლიტიკოსებმა, ქართველმა პოლიტიკოსებმა კომენტარები უნდა ვაკეთოთ. თუ კი რუსული მხრიდან იქნება რაიმე ტიპის ინიციატივა დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩვენ ბუნებრივია ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს არის სწორედ ის სასწლების განმავლობაში, რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა ქართული მხარე. ეს არის სამართლიანი, სწორი, ადეკვატური ამოცანა, რომელიც უდგას ქართულ სახელმწიფოს, რომ ძალადობით საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანები დაბრუნდნენ თავის ოფლებში, ქალაქებში და საკუთარ სახლებში. ეკლესიას ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის რაღაც პრობლემების მოგვარების საკითხში, პოლიტიკურ ჭრილში. ამ შემთხვევაში თუ კი ეკლესიებს შორის ურთიერთობა ხელს შეუწყობს პრობლემის გადაჭრას და ადამიანების დაბრუნებას აფხაზეთში და დევნილების დაბრუნებას, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, თუმცა რელიგიური ნიშნით დაყოფა მაინც საფრთხილოა, იმიტომ რომ ყველა დევნილს მიუხედავად მათი რელიგიური მწამსისა უფლება აქვს დაბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილას. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი განცხადება, მაგრამ განცხადების დონეზე არ უნდა დარჩეს, ქმედება, რომელიც მიმართული იქნება იძულებით ადგილ-ნაცვალ პირთა დევნილთა დაბრუნებისკენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, ბუნებრივია მივესალმები. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ პუტინის დაპირება რეალობისგან ძალიან შორს არის. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა დღეს კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. ის აცხადებს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში უკვე სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა და ამას პოლიტიკოსების მხრიდან ადეკვატური რეაგირება სჭირდება. მეც იმედი მაქვს პატრიარქივით, რომ პუტინი შეასრულებს ამ დაპირებებს, თუმცა დიდი მოლოდინი არ აქვს. ფიქრობ
გარკვეული ჰუმანიტარული თუ რაღაცა სულიერ სფეროში ურთიერთობები რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ პუტინისგან ალბათ სხვა დავალებები ჯობია რომ მოდიოდეს. უპირველეს ყოვლისა ეს დავალება დეოკუპაციის, ეს დავალება უნდა იყოს იმის რომ საქართველოში საოკუპაციო ხაზზე საფორტიფიკაციო ნაგებობები არ უნდა შენდებოდეს, არ უნდა ხდებოდეს იმის დაკანონება, რაც არალეგალურია, უკანონოა და თავად პუტინსაც აქვს ვალდებულება. ისევე როგორც საქართველოს პატრიარქს, მეც იმედი მაქვს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნორმალურად დაალაგდება. დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას, რომელსაც ამბობს რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ის სიტყვას შეასრულებს. მე გამოვრიცხავ იმას, რომ მას მიეცა პატრიარქისათვის რაიმე ისეთი, ესე ვთქვათ, პირობა ან წინადადება, რომელსაც ის იგნორირებას გაუკეთებს შემდგომში. ეს არის გამორიცხული. ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საჭიროა ლოდინი და მოსალოდნელი მემორანდუმის მიღებასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება მას შემდეგ, რაც ეს მემორანდუმი უშუალოდ იქნება მიღებული. გმადლობთ თამთა საეკლესიო შეთანხმების პოლიტიკური შეფასებები თამთა ჯანაძემ გაგვეცნო პირდაპირ ეთერში. გაუჩინარებული საგანძური ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დღემდე ეძებენ ანტიკური ხანის იმ ძვირფას ნივთებს, რომლებიც წელიწადნახევრის წინ სამართალდამცავებმა ერთ-ერთ საბაჟოზე აღმოაჩინეს. უნიკალური ექსპონატების ქვეყნიდან გატანის ფაქტს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია თვეების განმავლობაში იძიებდა, გამოძიება დასრულდა, თუმცა ნივთები გაქრა. კიდევ ერთი დეტალი, დღეს ირკვევა, რომ უძველესი სამარხი, საიდანაც საქმეში ბრალდებულებმა ძვირფასი სამკაულები მოიპარეს, გამოძიებლებმა არქეოლოგების დასწრების გარეშე გახსნეს. ეს ანტიკური ხანის ოქროს ნივთები 2012 წლის 24 სექტემბერს სამართალდამცავებმა სარფის საბაჟოზე გატანისას ამოიღეს. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული უნიკალური ნივთების ქვეყნიდან გატანის ფაქტზე ძიება იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო, რისი დასრულების შემდეგაც საგანძური ეროვნულ მუზეუმს უნდა გადასცემოდა, თუმცა საგანძურის ადგილსამყოფელი მათთვის დღემდე უცნობია. არ არის ეს ნივთები გადმოცემული ეროვნულ მუზეუმში. ეს არის ანტიკური ხანის წარმომავლობა მათი არ ვიცით ჩვენ, ანუ ნამდვილად წარმოადგენს ისტორიულ ღირებულებას. ეს არის ძველი წათორეთის მეორე საუკუნის ვერცხლის თასი, რომელიც არის მოოქროვილი. პრაქტიკულად უნიკალურია ესა და მე ვთვლი, რომ ეს დიდი შენაძენი იქნება ყველა მუზეუმისათვის. ძიების მასალებიდან ირკვევა, რომ საგანძურის ქვეყნიდან გატანას 3 ადამიანი ცდილობდა, რომელთა ვინაობაც დღემდე უცნობია. უნიკალური ნივთების გატანა ხდებოდა საქართველოს საზღვარზე და სწორედ სარფის საბაჟო პუნქტზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. საგანგებო პრესკონფერენციაზე ზურაბადეიშვილის მოადგილე ამტკიცებდა, რომ დაკავებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და უძველესი სამარხის ადგილსამყოფელი მიუთითეს, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. შემდგომმა გამოძიებამ უკვე გაგვიყვანა სწორედ იმ სამარხზე, საიდანაც ხდებოდა აღნიშნული ნივთების მოპოვება უკანონოდ. ზურაბადეიშვილის უწყებამ მაშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად სამარხიდან ოქროს უნიკალური ნივთები ამოიღეს, თუმცა ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ეროვნულ მუზეუმში. ექსპერტი ირინა ღამბაშიძე ამბობს, რომ არქეოლოგების სამარხის გახსნას არ დაასწრეს. არა, ესეთი რამე იქ არ ყოფილა არასოდეს, ერთი ჩვენთვის არც უთქვამთ, რომ ეს ვისი არა არის, როგორ არის, უთქვეს, რომ გადატანა უნდათ და საზღვარზე და მაშინ დააკავეს და მე არაფერი არ ვიცი ამ ნივთები, უბრალოდ მე მოვიკითხე, რომ ეს ნივთები ჩააბარეს თორე სადმე და პასუხი რასაც ვერ მივიღებ და ვისნო შევკითხოდით, ისიც კი არ ვიცოდი. მეცხრე არხის წყარო ამტკიცებს, რომ გენინსპექციის თანამშრომლებმა არქეოლოგების გვერდისავლით სამარხი მართლაც გახსნეს. მიზანი კი ამოღებული საგანძურის მისაკუთრება იყო. ინფორმაცია ზურაბადეიშვილის ყოფილ მოადგილესთან გადავამოწმეთ. ოთარ კახიძეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. გენერალურ ინსპექციას მიმართეთ დამატებითი ინფორმაციისთვის. კომენტარი ამოვწურე ამაზე. კიდევ ერთი დეტალი საგანძურის საქმეს დღემდე გენერალური ინსპექციის უფროსი ნიკოლოზ ბიძგინაშვილი ზედამხედველობს. ის ადეიშვილის კადრია და ერთ-ერთია, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას სად ინახება სამარხიდან ამოღებული ძვირფასეულობა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურისთვის ცნობილია მხოლოდ სარფის საბაჟოზე ამოღებული საგანძურის ადგილსამყოფელი. რაც შეეხება გაუჩინარებულ ანტიკური ხანის ნივთებს, ის ეროვნულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს და მათი ფასი შავ ბაზარზე რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
ხმაური იყო დღეს კიკვიძის ბაღთან სოციალურად დაუცველ 26 ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართები დაატოვებინეს. გადაწყვეტილებას გასახლებულების გარდა უფლებადამცველების პროტესტიც მოჰყვა. გამოთავისუფლების შემდეგ მე-13 სკოლის შენობას დევნილებისთვის ამზადებენ. გამოსახლებულთა ნაწილი კი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. ათეულობით ოჯახი ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში 9 თვის წინ თვითნებურად შევიდა. ხმაური ღოღობერიძის ქუჩაზე სოციალურად დაუცველების გასახლებას მოყვა. 26 ოჯახმა მე-13 საჯარო სკოლის შენობა 9 თვის წინ თვითნებურად დაიკავა. სოციალურად დაუცველები გასახლების სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ. მამა ჩემის სახლში მე წავიდე და ჩემი შვილები დარჩნენ აქ, როგორ შეუსახლო ჩემს ჩემი ქმარშვილი გეკითხებით. თბილისელი ვარ და არ ვაპირებ არცად წასვლას. მოვხვდი იმ სიაში, რომლებიც უნდა გაგვასახლო. სად მივყავარ, არა მაქვს თავშესაფარი არსად. გარეთ უნდა დავჯი და გავათრე. ეს გრძელდება მთელი 9 თვის განმავლობაში. აქამდე არავის არ მოუკითხია, რატომღაც ეხლა გაახსენდათ ამ ხალხის გამოსახლება. ჟურნალისტების შეშობას მოვითხოვთ. სიტუაციის გამწვავების შემდეგ მე-13 სკოლაში დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა. ეკა გულუას თქმით, სამინისტრო უახლოეს დღეებში შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. საცხოვრებელი ფართები კი იმ დევნილებს გადაეცემათ, რომლებიც საცხოვრებელს უკვე 20 წელია ელოდებიან. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა 8 ოჯახს ნამდვილად არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნა გამოყო მოძებნა ალტერნატიული ფართი აღნიშნული 8 ოჯახისთვის. სოციალურად დაუცველების გასახლება დღეს ადგილზე გააპროტესტეს უფლებადამცველებმა და ქართული დასის ლიდერმა. დევნილებს უნდა გადასცენეს საცხოვრებელი ბინა. უზნეობაა სხვისი უბედურების ხარჯზე სხვისი ბედნიერების მოწყობა. კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რომ დღეს მოხდეს ამ ხალხის გასახლება. რადგან დღემდე არ არის ცნობილი ამ შენობის მეპატრონის ვინაობა, კი გვაქვს ინფორმაცია, რომ გადაეცა ტოლვილთა სამინისტროს, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. ამ განცხადებებს დღის მეორე ნახევარში დევნილთა და განსახლების მინისტრმა უპასუხა. დავით დარახველიძის თქმით, მე-13 საჯარო სკოლაში მცხოვრები 26 ოჯახი სახელმწიფომ შეისწავლა. დარახველიძე ამტკიცებს, რომ 18 ოჯახს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი ფართები აქვს და სახელმწიფო მათ დაკმაყოფილებას არ აპირებს. გვეცოდება ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ თვითნებურად შეიჭრენ ამ ობიექტებში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომელთა შორისაც მრავლად არიან ისეთები, ვინც არ იმსახურებს თანაგზნობას, იმის გამო, რომ შესწავლის მასალებით გინდება, რომ მათ აქვთ ზოგს რამდენიმე ადგილზე ასეთნაირად დაკავებული ფართები, რაღაც ფორმით ეს ბიზნესად აქციეს, ზოგიერთ მათგანს აქვს საკუთრება, ბევრ მათგანს აქვს სახლი, არა თბილისში. დარჩენილ 8 ოჯახს კი, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები არ გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ კოჯორში ალტერნატიული ფართი შესთავაზა. ვითხრეს უნდა გადაგიყვანოთ კოჯორში და გვაქვს იმედი მინისტრისა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მართლა ქუჩაში აღარ ამოყოფ თავს ბოლობდე და ვენდობი ამ ყველაფერს. თუ ამაინდამს ამ შენობას დაიკლავენ თავს და ეს შენობა უნდა კი ბატონო გქონდეთ და გადაგვიყვანენ ჩვენ სხვა ფართებში. მაგას იმედი გვაქვს, რომ გადაგვიყვანენ. სოციალურად დაუცველების გასახლების ფაქტს დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. თავი არის რომ პოლიტიკა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს დაიცავს. საჯარო სკოლის შენობიდან გასახლებული 18 ოჯახი კი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციებით იმუქრება. და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობიდან გასახლებულ 18 ოჯახს დროებით ისანში გამოუყოფენ ფართებს. წინასწარი ცნობით, სოციალურად დაუცველები ამ წინადადებას უკვე დათანხმდნენ. და გასახლების შიში აქვს კარდიოლოგიის ინსტიტუტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებსაც შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მათი გაყვანაც არის დაგეგმილი. ინსტიტუტის დროებითი ბინადრები მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და გასახლების შემთხვევაში აქციის გამართვასაც აპირებენ. ადგილზე მცხოვრებთა პრობლემების მოსასმენად დღეს კარდიოლოგიის ინსტიტუტში ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავაც იმყოფებოდა 105 ოჯახის სამედიცინო დაწესებულების შენობაში უკვე 1 წელზე მეტია ცხოვრობს. ეს ხალხი სათანადო ნებართვის გარეშე ბუნებრივია შეჭრილია აღნიშნულ შენობაში. მაგრამ ეს გრძელდება მთელი 9 თვის განმავლობაში. აქამდე არავის არ მოუკითხია, კანონოდ მიმაჩნია ამ ხალხის გამოსახლება იმ თვალსაზრისით სათანადო ნებართვის გარეშე გამოიგონეს, რომ საბაბი ქონოდათ გამოსახლების, რომ თითქოს
დევნილებს უნდა გადასცენეს საცხოვრებელი. ზურაბადეიშვილ შესაძლოა ახალი ბრალდება წაუყენონ. მერის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენებები მისცეს. ფურშეტების საარჩევნო აგიტაცია და კლუბებსა და რესტორნებში გამართული შეხვედრები ამ მრჩეველთან. ბრალდებულთა დაკითხვის შემდეგ ირკვევა, რომ წინა საარჩევნოდ ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. საუბარია 48 მილიონ ლარზე. გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულთა მტკიცებით თანხის ხარჯვას იუსტიციის მაშინდელი მინისტრი პირადად აკონტროლებდა. ურშეტი გაინტერესებს თუ შეხვედრა. ეს რესტორან სენატში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ამომრჩევლებთან ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის კადრებია. თბილისის მერის ყოფილი მოადგილე საბიუჯეტო სახსრების მითვისება გაფლანგოში ბრალდებული დავით ალავიძე აღიარებით ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრებზე, კლუბებში და რესტორნებში ფურშეტებზე თბილისის რეაბილიტაციის თანხები იხარჯებოდა. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ დავალება იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან ზურაბ ადეიშვილისგან მოდიოდა. 2011 წლის შემოდგომაზე ზუსტი თარიღი არ მახსოვს. შემთან მერიაში მოვიდა თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძე, რომელმაც მითხრა, რომ იუსტიციის მაშინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოსაფიქრებელი და მოსაძიებელი იყო სერიოზული თანხები 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელთა გამოყენებითაც დამატებით დაფინანსდებოდა პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამ შეხვედრიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მე და საბანაძე შევხვდით ზურაბ ადეიშვილს, სადაც გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სახელზე თბილისის განვითარების ფონდიდან დამზადდებოდა პლასტიკური სახელფასო ბარათები. ამავე შეხვედრაზე ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნით აღნიშნული პლასტიკური ბარათების შესახებ უნდა სოდნოდა პირთა ვიწრო წრეს, რათა არ გამჟღავნებულიყო ინფორმაცია პარტიის ალტერნატიული დაფინანსების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ აღიარებითი ჩვენება და გამოძიებასთან თანამშრომლობა დაედო საფუძვლად დავით ალავიძისათვის წინასწარი პატიმრობის გირაოთის შეცვლის შუამდგომლობას. ალავიძის გარდა საგამოძიებო სამსახურმა გირაოთი კიდევ 3 ბრალდებული გაათავისუფლა. მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ თბილისის განვითარების ფონდიდან საბიუჯეტო სახსრების მითვისება გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულებს თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ავალიანს, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს და მთაწმინდა წანისის გამგებლის ყოფილ მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. გირაოთი გათავისუფლებულებიდან მხოლოდ მთაწმინდის გამგებლის ყოფილი მოადგილის დიმიტრი ჩხეიძის აღიარებითი ჩვენება არ გამოქვეყნებულა. მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი და თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე დავით ავალიანი აღიარებითი ჩვენებებში საგამოძიებო სამსახურის მიერ გაშიფრულ სქემას ადასტურებენ. ალექსი თაბუაშვილმა მე და ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს გადმოგცა ლიბერტი ბანკის პლასტიკური ბარათები, რომლებიც დამზადებული იყო ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონის კოორდინატორების სახელზე. ალექსი თაბუაშვილის განმარტებით აღნიშნულ ბარათებზე ირიცხებოდა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები და შესაბამისად ბარათების არსებობის ფაქტი უცნობი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომელთა სახელზეც დამზადდა ბარათები. ალექსი თაბუაშვილის მითითების შესაბამისად ბარათებიდან თანხა უშუალოდ მე ან ჩემს მოადგილეს და ჩხეიძეს გამოქონდა და იფარებოდა როგორც ხელფასები, ისე სხვა პარტიული ხარჯები. 2012 წლის ზაფხულში შეწყდა ბარათებზე თანხის ჩარიცხვა და ალექსი თაბუაშვილი ხელზე გვაძლევდა ყოველთვიურად როგორც სახელფასო, ისე სხვა ხარჯების დასაფარად საჭირო თანხებს, დაახლოებით 600.000 ლარს, რაც მიზნობრივად ხმარდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე პარტიულ ღონისძიებებს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ბარათებზე ჩარიცხვების შეწყდა და გიორგი საბანაძეს ყოველთვიურად ხელზე მოჰქონდა მილიონობით ლარი, რასაც როგორც პარტიული დაფინანსებისთვის გამოყოფილ ფულს ბარათების მსგავსად უნაწილებდი ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონულ ორგანიზაციებს. ამ გზით ჩემს მიერ განაწილებული იქნა გიორგი საბანაძის მიერ მოტანილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რაც მოხმარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ჩართული პირების ხელფასებისა და სხვა პარტიული ხარჯების დაფარვას. ბრალდებულების ადვოკატები ადასტურებენ, რომ ადეიშვილის წინააღმდეგ აღიარებითი ჩვენებები მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ეკუთვნით. როდესაც მას კითხეს კითხვა, რომ ან ვიცოდა თუ არა ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილმა, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, რა თქმა უნდა, მან დაადასტურა ეს ფაქტი, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ამ სქემისა და ამ თანხების ამ ფორმით განაწილების თაობაზე ცნობილი იყო ყოფილი იუსტიციის მინისტრისთვის. დღეის მდგომარეობით, რაც მტკიცებულებებიდან გამომდინარე იკვეთება და რაც საქმეში მათ მიერ მიცემული ჩვენებებიდან იკვეთება, ეს არის, რომ ეს სქემა კერძოდ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ხდებოდა
ყოფილი იუსტიციის მინისტრის დავალებით. უფრო დეტალებს უკვე გაარკვევს გამოძიება და სასამართლო პროცესი. დღესდღეობით სხვა კომენტარს უფრო დეტალურს ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ბრალდების მხარე მითხოვა. გამოძიების მტკიცებით გიორგი საბანაძის, დავით ალავიძის, დავით ავალიანის, ალექსი თაბუაშვილის და დიმიტრი ჩხეიძის მიერ ორგანიზებულად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე სხვადასხვა ხერხით განხორციელდა სახელმწიფოს კუთვნილი 48,930,822 ლარის მითვისება გაფლანგვა, რაც გამოყენებული იქნა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად. გიორგი საბანაძე ამ საქმეზე ძებნილია. სინგაპურში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრს, ასევე ჯანდაცვის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრებს შეხვდა. მანამდე კი გაიმართა აუდიენცია სინგაპურის პრეზიდენტთან და სახელმწიფო განვითარების მინისტრთან. სააკაშვილთან ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის წევრები ახლავს. ვიზიტის პარალელურად პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე განცხადებაც გავრცელდა. 1 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა უარი თქვა არა ციხეში ძალადობაზე. იმიტომ რომ სამწუხაროდ 1 ოქტომბრის შემდეგ ის რაც ჩვენც ვერ აღმოფხვრით ბოლომდე განუკითხაობდა ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერ უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში. მე არ მინდა რომ გამოვიდეს ისე რომ 1 ოქტომბერს ჩვენ უარი ძალადობაზე კი არ ვთქვით ციხეში. არამედ უარი ვთქვით ამ განვითარებაზე, ამ წინსვლაზე, ამ პროგრესზე და საქართველოს წავიდეს უკან პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი დებატებისთვის მზად არის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, დებატები ისეთ ფორმატში ჩატარდება, სადაც ყველა კანდიდატს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემა. ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევა, რომ მარგველაშვილი დებატებზე უარს ამბობს. გიორგი გაბაშვილის განმარტებით, კოალიციის კანდიდატმა უარი თქვა დებატების იმ ფორმატზე, რაც მას ნაციონალების პრაიმერში გამარჯვებულმა დავით ბაქრაძემ შესთავაზა. რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოინდომა დებატები, ეს არის ნორმალური, დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავის პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ქართული ოცნება ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს. ექსკლუზივებში ჩვენ არავის არ შევქმნით, მაგრამ შესაძლებლობა პოზიციის გამოხატვისა და დაფიქსირების ექნება ყველა. ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ფაქტობრივად უარი განაცხადა ჩვენი კანდიდატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შეთავაზებაზე, რომ დაინიშნოს და ჩატარდეს მთელი სერია დებატებისა გიორგი მარგველაშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დღეს ცნობილი ხდება, რომ პარტიების დაფინანსების წესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეიცვლება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება სავარაუდოდ ხვალ მოხდება. კანონპროექტის შემუშავება კი ინტერფრაქციულ ფორმატში მოხდება. წინასწარ ცნობილი ხდება დაფინანსების ახალი მოდელის რამდენიმე დეტალი. მათ შორის იმ თანხის ოდენობაც, რომელსაც საპარლამენტო პარტიები და საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები დამატებით მიიღებენ. ახლა მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. მირიან, უფრო კონკრეტულად რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი და თუ არის უკვე ცნობილი რაოდენობის თანხას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 14 კვალიფიციური სუბიექტი 150,000 ლარის ოდენობით. ამ 14 კვალიფიციური სუბიექტიდან 7 არის ის პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისი საპარლამენტო ბარიერი გადალახეს. 7 კი არის პარტია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესაბამისი ბარიერი გადალახეს. ამ ცვლილებების მიხედვით კი საბაზისო 150,000 ლარიანი დაფინანსება გაორმაგდება და გახდება 300,000 ლარი. შესაბამისად 14 პარტია თითოეული მიიღებს 300,000 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ ის პარტიები, რომლებსაც არ აქვთ ამ დროისთვის არანაირი საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რაიმე შედეგი, მინიმალური შედეგი მაინც აჩვენეს, ერთჯერადად ისინიც მიიღებენ 150,000 ლარს. საუბარია ამ ეტაპზე 4 პარტიაზე, ესენი არიან ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ქართული დასი, ლეიბორისტული პარტია და თავისუფალი პარტია, თავისუფალი საქართველოსათვის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ერთჯერად 150,000 ლარს დამატებით კიდევ აიღებს 3 კვალიფიციური სუბიექტი, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია. პარტიების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირე შენიშვნების მიუხედავად ისინი დაეთანხმებიან ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და მნიშვნელოვანია
მგონია, რომ პარტიების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ მცირე კომენტარი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა. დღეს რაც არის წარმოდგენილი, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვათ, რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიები მიიღებენ დაახლოებით 2.100.000 ლარს, არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიღებს დამატებით დაახლოებით 1.500.000 ლარს, ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ფაქტურად მესამედს იმ თანხისა, რაც აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ კანონპროექტის მიხედვით. ეს არის დღეის მდგომარეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს, ამიტომ ჩვენი მხრიდან ეს პროცესი იქნება მხარდაჭერილი. შესაბამისად მიღებული იქნა გაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული ტექსტის ინიცირების თაობაზე არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უკვე უახლოეს დღეებში. გაწყვეტილება მემორანდუმის შინაარსთან გამომდინარე იქნება სრულად რეალიზებული და ყველა პუნქტი, რაც კი მემორანდუმში შეწერა, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფის თაობაზე იქნება გამოყოფილი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტში განიხილება თემა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპარლამენტო პარტიებისთვის გამოყოფილი იქნება 2.100.000 ლარი, ხოლო არასაპარლამენტო პარტიებისათვის დაიხარჯება 1.500.000 ლარი, რაც შეეხება თავად ახალ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც პარტიების დაფინანსების ახალ წესს შეიმუშავებს. ამ საკანონმდებლო წინადადების ინიცირება პარლამენტში სავარაუდოდ ხვალისთვის მოხდება ოფიციალურად. გმადლობთ მირიან, დავალოდეთ ხვალინდელ დღეს და საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას. მირია გორგოძე საუბრობდა პარლამენტიდან ახალი დაფინანსების ახალი წესის შესახებ. და ინფორმაცია 16 წლის მარიამ კოჩელაძის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ბათუმში ირანის კონსული მუჰამედ ამინ როინთანიას შესახებ საუბრობს. კონსულის თქმით, ირანის მოქალაქე ბოლო 2 წელი თურქეთში ცხოვრობდა, ის ირანში ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა, ჰყავს მშობლები და ადრე არასოდეს ყოფილა დანაშაულში ეჭვმიტანილი ან ნასამართლები. ინტერვიუმდე კონსული აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა და როგორც თავად ამბობს, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ირანის წარმომადგენლობა გმობს 16 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტს, ჩვენ ყველანაირად გვერდით დაუდგებით მოკლულის ოჯახს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბოროტ მოქმედი დაისაჯოს. დღეს შეხვედრა ჰქონდა აჭარის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, არჩილ ხაბაძესთან და პოლიციის სამმართველოს უფროსთან. მათ დეტალურად მივაწოდეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვახმაურებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დამნაშავე კაცრად დაისაჯოს. და გამოშვების ბოლოს კულტურის სიახლეები უძველესი ნამოსახლარის კვალი მცხეთაში არმაციხე ბაგინეთი მორიგი არქეოლოგიური აღმოჩენის ადგილი ხდება. ორწლიანი მუშაობის შემდეგ არქეოლოგებმა არქიტექტურულ ნაშთებსა და მეორე-მესამე საუკუნით დათარიღებულ უძველეს ნიმუშებს მიაგნეს. სპეციალისტების ვარაუდით თრიალეთის ქედის ფერდობზე საუკუნეების წინ სამეფო რეზიდენცია იყო განთავსებული. მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა. მცხეთის რაიონში არმაციხე ბაგინეთში თრიალეთის ქედის ფერდობზე მეცნიერებმა მეორე-მესამე საუკუნის ნამოსახლარს მიაკვლიეს. 250 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე 2 ტიპის ეგრეთ წოდებული მცხეთური კრამიტით გადახურული არქიტექტურული ნაშთებია აღმოჩენილი. ძვირფასი მასალით შესრულებული ნაგებობები მეცნიერთა ვარაუდით ქალაქური ტიპის დასახლებებისთვის იყო დამახასიათებელი. აი აქ ჩანს ჩაქცეული სახურავები. აი კედლები შერჩენილი, ქვის საფუძველზე ალიზით ამოყვანილი კედლები. 2 ტიპის კრამიტია აქ, ბრტყელი და ღარისებრი, რომელიც სახურავზე ასე ლაგდება, რომ 2 ბრტყელს შორის ზემოდან ეფარება ღარისებრი კრამიტი და ნაწილობრივ არის შეღებილი ანგობით, ანუ შეღებილია თხელი ფენით იმის. ეს ამას ესთეტიკური ფუნქციაც აქვს, ლამაზია და თან იცავს ატმოსფერული ნალექებისგან. კრამიტების წონა საკმაოდ შთამბეჭდავია და როგორც უფრო ხშირად 10 კილოგრამზე მეტია. კი. და აი ორ ფერდა სახურავს შუაზე გაკეთებული აქვს ეგრეთ წოდებული კეხი. აი ეს არის კეხის კრამიტის ნატეხი. 1800 წლის სათამაშოები მხატვრულ არქიტექტურული გაფორმების ნიმუშები და კერამიკის ნაშთი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აქ სამეფო რეზიდენციის არსებობას.
აქ არის ოქროს ნივთის ხის ესე იგი სვეტის თავის გაფორმების ნაწილი შეიძლება იყოს. აქ არის სარკმლის მინა, მინის ჭურჭელი, კიდე აი სანელსაცხებლები, ბრინჯაოს გარსაკრავი და ასე შემდეგ. გათხრილია ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც კარგად გამოიკვეთა ყაზარმული ტიპის 10 ნაგებობა, რომლებიც ერთმანეთთან ღიობებით იყო დაკავშირებული. აქ იწყებოდა ჩვენი ქართული სახელმწიფო. ქართლის, ანუ იბერიის მეფეების რეზიდენცია. ღვთის წვერზე იდგა არმაზის კერპი, როგორც ქართლის ცხოვრებიდან ვიცით. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებასთან დაკავშირებული აღმოჩენების კვლევა ეროვნული მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ექსპედიციით უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ამჟამად ხედავთ, რომ თითქმის დასრულების სტადიაშია არქეოლოგიური სამუშაოები, როგორც ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენებია, გამოიკვეთა კედლები. ეს არის ნაგებობა გარკვეული ესპანეთში გამავალი რამოდენიმე ოთახს შეადგენს. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არქეოლოგიური პარკის. ანუ ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, სადაც იქნება მემკვიდრეობა კარგად დაცული და სამეცნიერო კვლევები გაგრძელდება. აღმოჩენილი ნივთები ეროვნულ მუზეუმში უკვე გადაიგზავნა. მეცნიერთა ვარაუდით ბაგინეთის მიმდებარე ტერიტორია მრავალფენიან უნიკალურ სიძველეებს ინახავს. არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის დამუშავება შეუფერხებლად გაგრძელდება. უკვე გათხრილი ნამოსახლარის შესწავლა და კონსერვაცია კი მალე დასრულდება. ახალი 9-ზე ამით დასრულებულია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მეცხრეზე კი სატელევიზიო საღამო გრძელდება და სულ რამდენიმე წუთში კვლავ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთი ესპანეთის წინააღმდეგ.